ახლა ძვირფასო მაყურებელო მინდა წარმოგიდგინოთ განსხვავებული სტუმრები. კახი ხუციშვილი და ორტენსა ხუციშვილი. ორტენსა არის საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი და კახი ხუციშვილი არის ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, რომელიც მოსახლეობას ალტერნატიულ ინფორმაციას და პოლიტიკურ გზას თავაზობს. ის კონსერვატორია. მე ვიცი, რომ კახი ხუციშვილი დედოფლის წყაროში აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ეს ასეა? დიახ, ასეა. კარგად. მოდით ვისაუბროთ იმაზე, რაც ახლა მსოფლიოში დიდ ინტერესებს იწვევს. ეს სერბეთია, საქართველოა, მოლდავეთი, უკრაინა და ასში. ჩვენ საქართველოზე ცოტა რამ ვიცით. საერთაშორისო მედია როგორც გამოსცემს, არჩევნებმა პოლიტიკური მოცემულობა არ შეცვალა და საქართველოს მმართველად პრორუსი პრემიერი დარჩა. მოიხსნა და ჩანაცვლდა პროდასავლური პრეზიდენტიც. პრორუსულობას რაც შეეხება, მე არ ვარ ირაკლი კობახიძის ადვოკატი, რა თქმა უნდა. მაგრამ მე როგორც პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღების მომხრე ფაქტებით ვისაუბრებ. საქართველოს და რუსეთს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ერთმანეთთან, შესაბამისად ირაკლი კობახიძის და რუსეთის მთავრობის კავშირებზე თუ ვინმე ილაპარაკებს, ის იგულისხმებს კულისებს მიღმა ურთიერთობას, რაც მტკიცებულების გარეშე უკვე ჭორის სტატუსს იძენს. მე კი ჭორებით საუბარი არ მიყვარს, პირიქით არაკორექტულად მიმაჩნია. რაც შეეხება მის პოლიტიკურ კურსს, ის ითვლება საქართველოში პირველ კონსტიტუციოლოგად და მისი უშუალო მონაწილეობით მოხდა კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსის ჩანაწერით გამყარება. რასაც მე კონსერვატორი კატეგორიულად არ ვეთანხმები, თუმცა ეს მის პროდასავლერობას უსმენს ხაზს. ანუ ევროპული გზა საქართველოში ისევ აქტუალურია? არა, სინამდვილეში საქართველოში ევროინტეგრაცია არასდროს არ ყოფილა აქტუალური. უბრალოდ პროევროპული რიტორიკა იყო მომგებიანი და ამას იყენებდნენ პოლიტიკოსები არჩევნებზე ხმების მისაღებად. ახლა ეს რიტორიკაც კარგავს მომგებიანობას, შესაბამისად, პროევროპული რიტორიკა აღარ იქნება აქტუალური ქართულ პოლიტიკაში. ორტენსა, როგორი სიტუაციაა პროტესტებზე და ვინ არიან ეს ხალხი? პროტესტები გრძელდება უკვე მესამე თვეა, რა თქმა უნდა საწყისი მუხტი უკვე აღარ შეიმჩნევა, თუმცა უწყვეტი ფორმა შენარჩუნებულია. სტანდარტულად საღამოს იწყება, გვიან ღამით სრულდება. ძირითადი პროტესტის საორგანიზაციო ჯგუფები პროდასავლურ ოპოზიციასთან ასოცირდებიან თქვენთვის მარტივად, რომ იყოს გასაგებიეს სააკაშვილის პარტია და მისი შვილობილი პარტიებია. კახი რა არის ამ პროტესტების მიზეზი? პირველ რიგში პროტესტების პირველი იმპულსი იყო, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არ იქნება 2028 წლამდე ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების ინიციატორი. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი წამოიწყებს მოლაპარაკებებს, ქართული მხარე ამ ინიციატივას შეუერთდება. ესე იგი ეს არ იყო მოლაპარაკებების უარყოფა, არამედ ევროკავშირისთვის ინიციატივის გადაცემა? დიახ, და პროდასავლურმა ოპოზიციამ ეს ინფორმაციული სპეკულაციის და ლიბერალური მოკავშირეების საშუალებით გამოაცხადა როგორც ევროპული გზიდან გადახვევა და აქციებზე მუხტის შექმნა. ამ ყველაფერს არჩევნების არაკეთილსინდისიერად ჩატარების ფაქტიც დაემატა და მოახერხა ოპოზიციამ პოლიტიკის ქუჩაში გატანა. ფიქრობთ, რომ შეიძლება რიგ გარეშე არჩევნები ჩატარდეს? არა. ახლა ისეთი საპროტესტო ფონი არ არის, რომ ამის იძულება მოხერხდეს. ახლა წინ არის ადგილობრივი არჩევნები და ეს იქნება უფრო მნიშვნელოვანი. მე მინდა თქვენს პირველ კითხვაში ერთ მომენტს დავუბრუნდე. თქვენ თქვით, რომ პროდასავლური პრეზიდენტი გამოიცვალა, ეს ჟღერს თითქოს აქ რამე გადატრიალება მოხდა. სალომე ზურაბიშვილს უბრალოდ მანდატი დაუსრულდა და ახალი პრეზიდენტი აირჩია მთავრობამ. გასაგებია, მადლობა, ეს ახალი პრეზიდენტი რა პროფესიისაა? ფეხბურთელია, ეს საქართველოში არავის უკვირს. დედაქალაქის მერიც ფეხბურთელია, კახაკალაძე. იტალიაში მილანში თამაშობდა. პარლამენტშიც არიან ოლიმპიური ჩემპიონები სხვადასხვა სპორტულ დარგებში. ზოგადად საქართველო სპორტული ქვეყანაა. არსებობს ორი სისტემა, ევროპული და რუსული. რომელი სისტემისკენ იხრება თქვენი ქვეყანა და კონკრეტულად თქვენი მოძრაობა, თუ შეგიძლიათ რომ განმარტოთ? როდესაც კითხვას სვამთ, რომ არსებობს სისტემა, ევროპული და რუსული და რომელს ვემხრობი მე, ჩემთვის ეს შეიძლება ითქვას გაუგებარი კითხვაა, იქიდან გამომდინარე, რომ
თუ თქვენ გულისხმობთ ფედერალურ და რესპუბლიკურ სისტემებს, ნუ გასაგებია განსხვავება არის და საქართველოს რესპუბლიკა არის, ფედერაცია არ არის. მაგრამ თუ თქვენ გულისხმობთ კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფორმას, ეს რუსეთშიც და ევროპაშიც ერთი და იგივეა, იმიტომ რომ რუსეთიც ევროპული კულტურის ქვეყანაა. შესაბამისად, მე ამ ორს შორის რაღაცა დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, არსებით განსხვავებას. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის რეგიონალური პოლიტიკა არის პრიორიტეტი და ორიენტირებულები უნდა ვიყოთ ჩვენს კავკასიურ პოლიტიკაზე. კახი მინდა აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე გკითხოთ, იქ რა სიტუაციაა? აფხაზეთში კრიზისია, რუსეთმა იქ დაფინანსება შეწყვიტა და ამ ზამთარ საქართველოს დახმარება დაჭირდათ. მე ამას რუსეთის მხრიდან კეთილინების გამოხატულებას ვეძახი. რუსეთი გვაჩვენებს, რომ შეუძლია ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე დადოს და აუცილებლად გამოსაყენებელია ეს ფანჯარა. რა სტატუსი აქვს ამ ტერიტორიებს? არაღიარებული რესპუბლიკების სტატუსი აქვთ. იმიტომ რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთმა ორივე ეს ტერიტორია აღიარა როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკები. მიუხედავად ამისა, რუსულ საერთაშორისო კომპანიებს უწევს ამ ტერიტორიაზე ოპერირება ქართული ეკონომიკური სივრცის გამოყენებით, რადგან არ შეექმნათ პრობლემები საერთაშორისო ბაზარზე. მე ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ რუსეთმა თუ გადაწყვიტა შემოჭრა საქართველოში, მას დიდი წინააღმდეგობა არ ექნება. მეთანხმებით, ეს მართალია, მაგრამ იმიტომ არა, რომ ხალხს უნდა რუსული ინვაზია. უბრალოდ რესურსები არ გვაქვს თავის დასაცავად და ვიცი რატომაც დასვით ეს კითხვა. ვერავინ ვერ შეძლებს აქ ჩვენს დახმარებას და რესურსების მოწოდებას. თქვენ შეიძლება ეს ძალიან უცნაურად გესმოდეთ, მაგრამ უბრალოდ დასვით გთქვა. უკრაინას დაეხმარა დასავლეთი. ანის დახმარება, რაც გაუწიეს უკრაინას, საკმარისი იყო. უკრაინის სურათის შემდეგ, რა წინააღმდეგობაზე შეიძლება ლაპარაკი საქართველოსგან. კიდევ ერთი მსხვერპლშეწირვა. ამას საქართველო არ გააკეთებს. მადლობა, მაქვს კითხვა არსებობს თუ არა რამე სტატისტიკა, თუ რამედნი ქართველი სიმპათიზირებს პუტინს, ან თქვენი აზრით რამხელა იქნებოდა ეს პროცენტი, თუ შეიძლება რომ გითხრათ? არა, მსგავსი გამოკითხვა არ მახსენდება. პირდაპირ პროცენტსაც ვერ დაგისახელებ, თუ რამდენი საქართველოს მოქალაქე სიმპათიზირებს პუტინს. ჩემი შეხედულებით გაცილებით ნაკლები პროცენტი იქნება საქართველოში, ვიდრე რიგით ევროპულ ქვეყნებში. გასაგებია, როგორც ირკვევა პოლიტიკურ ლიდერებად რომ დაუყოთ საქართველო, პროევროპული ძალა სააკაშვილის ფლანგი გამოდის, რომელიც ახლა პატიმრობაშია, როგორც ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი ბერიშა იყო. ის ახლა თავისუფალია. როგორ ფიქრობთ, პროტესტები თუ გაგრძელდა ამან მიშას განთავისუფლება შეიძლება გამოწვიოს? მიხეილ სააკაშვილი არ არის შინა პატიმრობაში. უბრალოდ მისი ექიმების და ადვოკატების დახმარებით მოახერხა, რომ ის კლინიკის პალატაში იყოს საქმის მაგივრად. თუმცა კანონის მიხედვით ის უკვე დიდი ხანია საკანში უნდა იყოს. მისი განთავისუფლების საკითხი საერთოდ აღარ დგას დღის წესრიგში. ევროკავშირის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, როდესაც ეს საკითხი დაუსვეს მთავრობას მოთხოვნის სახით, საქართველომ დატოვა ეს ასამბლეა. ეს აჩვენებს იმას, რომ ეს საკითხი არც კი განიხილება. გასაგები რომ იყოს, მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე, მას ბრალი მრავალი მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის ბევრი დანაშაული ჯერ ბრალად არც წაუყენებიათ, მაგრამ იგეგმება, შესაბამისად სააკაშვილის თავისუფლებაზე საუბარიც ზედმეტია. მას 6 ბრალი აქვს წაყენებული, ერთი კი არა 6. ესე იგი სააკაშვილი ვერ დატოვებს პატიმრობას, გასაგებია. შეიძლება თუ არა რომ განვითარდეს იგივე სცენარი, რაც უკრაინაში. პროტესტების ფორმა, განვითარების სცენარი და მიზნები მე შემიძლია როგორც ობიექტურად მესამე მხარემ დაგიდასტუროთ, რომ ეს იყო უკრაინის სცენარის მცდელობა და ეს იყო მაიდნის პროცესი. კახი რა აზრის არის ამაზე? ახლა რა თქმა უნდა, ალბათობა რომ უკრაინის სცენარი განვითარდეს არის რა თქმა უნდა უფრო დაბალი, ვიდრე 2 თვის წინ. რა თქმა უნდა, ტრამპის და პუტინის მოლაპარაკებების მერე გაირკვევა აქ დასავლეთი გადაწყვეტს ბრძოლას და დაძაბვას თუ არა. ტრამპის მოსვლის მერე რა შეიცვლება საქართველოში და ზოგადად ევროპაში? პირველი რაც თვალსაჩინოა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მართვის ფორმას შეცვლის.
აქამდე თუ ამერიკის შეერთებული შტატები მთავარი ინსტრუმენტებად იყენებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახლა ამერიკა ასე აღარ იმუშავებს. ამის დასტურია USAID-ის შეჩერებას და ზოგადად ტრამპის ბრძანებების საგარეო პოლიტიკის საკითხებში. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატები ნაკლებად დაინტერესდება შიდა პოლიტიკური და იდეოლოგიური საკითხებით. ჩვენთვის, როგორც კონსერვატორებისთვის, ეს მიდგომები ხელსაყრელია, რადგან იდეოლოგიურ საკითხებში ნაკლები მოწინააღმდეგე გვეყოლება. თქვენი აზრით ტრამპის და პუტინის მოლაპარაკება რაზე იქნება პირველ რიგში და რა ბედი ეწევა უკრაინას? მე ვფიქრობ, რომ ორი მსოფლიო ლიდერის შეხვედრისას უკრაინის საკითხი არ იქნება ყველაზე მთავარი. ისინი გლობალურად დაიწყებენ საკითხის განხილვას და უკრაინა, მოლდოვა და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იქნება მხოლოდ დეტალები, რომლებსაც გლობალურ საკითხებს მოარგებენ მოლაპარაკებების პროცესში. ეს მოლაპარაკებები უკრაინას კარგს არაფერს მოუტანს. როგორც უკვე აცხადებენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, უკრაინამ 100 წლით უკან დაიხია. მეცაც გეტყვით, პუტინის პოზიცია იქნება გავლენის სფეროდ მოაქციოს სრულად აღმოსავლეთ ევროპა და ეს არც თუ ისე არარეალური სურათია. ტრამპის პირველი სამუშაოთე გვაჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირს უპირისპირდება. აყენებს პრეტენზიებს მის ტერიტორიებზე, მხარს უჭერს გერმანიაში ისეთ პარტიას, რომელიც ევროკავშირიდან გასვლას გეგმავს. ეს ყველაფერი მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ აღმოსავლეთ ევროპას ის რუსულ გავლენებს ჩააბარებს. სანაცვლოდ კი არ მიიღებს მეორე ფრონტს რუსეთისგან და შეეძლება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ სრულად ჩაერთოს ეკონომიკურ ომში ჩინეთს. საქართველოში რა შეიძლება თუ კი ასე შეთანხმდებიან პუტინი და ტრამპი? საერთო სულაჩის საგრძნობლად არაფერი არ შეიცვლება. დიახ, ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ დასავლეთის ეკონომიკური გავლენა საქართველოში იმდენად დაბალია, საერთო ჯამში ხალხი განსხვავებას ვერც იგრძნობს. საქართველოში სამომხმარებლო პროდუქტის აბსოლუტური უმრავლესობა შემოდის არა ევროკავშირის ქვეყნებიდან, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ან პატარა აზიის ქვეყნებიდან. პირველი რუსეთია, მეორე თურქეთი. სამომავლოდ საქართველოს პერსპექტივა არის სატრანზიტო დერეფანი, რისთვისაც დიდი ლოჯისტიკური ჯაჭვი შენდება და რეგიონის ყველა დიდ ქვეყანას აქვს ინტერესი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იყოს მშვიდობა. აბრეშუმის გზას კოლოსალური რაოდენობის ტვირთის გატარება შეუძლია. ზოგი ექსპერტი 2030 წლისთვის ვარაუდობს, რომ საქართველო გაატარებს 120 მილიონ ტონასაც. ეს იქნება საქართველოს მომავალ 10 წლებში მთავარი ეგზისტენციალური როლი. ამიტომ, რაც არ გვქონია, მის დაკარგვას მე პრობლემად ვერ მივიჩნევ. გულისხმობ ევროინტეგრაციას ან რაიმე მსგავს პერსპექტივას. რაიმე კომენტარი ხომ არ გექნებათ სანამ დავასრულებთ? დიახ, მეტროპოლიტი ანასტასიოსის გარდაცვალება გვინდა მივოსამძიმროთ ალბანელ მართლმადიდებლებს და სრულიად ალბანეთს. დიდი მადლობა და იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით. მადლობა თქვენ და ნახვამდის.